მოგესალმებით ეთერშია დასუტივი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. 2025 წლის 30 აპრილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დღის წესრიგის საკითხის ევროპის საბჭო და კონფლიქტის საქართველოში ფარგლებში მე-12 გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. საგარეო უწყების თანახმად ევროპის საბჭო და ორგანიზაციის წევრი 46 ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. გადაწყვეტილება აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და აგრძელებს უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. მე ველოდები, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას, იმიტომ რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია სამი ადამიანი: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური. არის ცალსახად ბიძინა ივანიშვილის კადრი, მისი პოლიტიკის უპირობო გამტარებელი. ამის შესახებ ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია განაცხადა. ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასული სტრატეგიას ამზადებს და ცდილობს ფორმალური მაჩვენებლების შექმნას იმის საჩვენებლად, რომ მართვიდან არის გასული, რათა პასუხი არაფერზე მოითხოვოს. არავინ არ სუსტდება ქართულ ოცნებაში იმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა. მე ველოდები, რომ ვახტანგ გომელაური იქნება შემდეგი, რომელიც დატოვებს მინისტრის თანამდებობას, იმიტომ რომ სრულიად ერთმნიშვნელოვანია ეს სამი ადამიანი: ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, გომელაური. არის ცალსახად ბიძინა ივანიშვილის კადრი, მისი პოლიტიკის უპირობო უსიტყვო გამტარებელი. ესენი ის ადამიანები იყვნენ, რომელთან ერთადაც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ცხოვრება, განაცხადა თინა ხიდაშელმა. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა. ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში რეზიუმე განაცხადა. ჩიტაძის თქმით, ქართული ოცნება აჯერებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, იქნება ომი, ნაცები დაბრუნდებიან, ევროპა ჩვენს ღირებულებებს ებრძვის და ასე შემდეგ. საერთო ჯამში ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში პრობლემები არსებობს ამ გზაზე. ქართული ოცნება აჯერებს ხალხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში, იქნება ომი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს გააერთიანებს. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი. იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას. ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრის გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომლებს ათავისუფლებს. ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის. არ შეჩერებულა ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს და ვერც ერთ დოკუმენტს ვერ დამისახელებს, სადაც სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა. ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას, თუ ევროკავშირის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებები სრულიად პასუხისმგებლიანი და მოსახლეობის ინტერესებთან თანხვედრაშია. დიდი ხანია ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის. ეს ძალიან პირობითია. არ შეჩერებულა ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. საქართველოს მოსახლეობა ყველა იმ შედეგს იღებს, რასაც დღეის მდგომარეობით ევროინტეგრაციის პროცესიდან უნდა იღებდეს და ეს ასეც გაგრძელდება. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯოლაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყება. როგორც სარჯოლაძემ აღნიშნა, გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, რომლითაც მოხდება დაფინანსების მოდელების შეცვლა. გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს დაწესებულებამ ექიმმა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი სათანადო დასრულებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მთავრობის მიერ მიღებულია დადგენილება და დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. პირველადი ჯანდაცვის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა რეფორმა, რომლის ფარაგლებშიც მოხდება ძირითადი დაფინანსების მოდელების ცვლილება. ძალიან ამბიციური გეგმაა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს, რომელიც დაემატება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი სიახლე იქნება მოსახლეობისთვის. ეს შედეგად მოიტანს იმას, რომ ადრეულ სტადიაზე უფრო ეფექტურად მოხდება დაავადებების გამოვლენა, ვიდრე ამ დრომდე ხორციელდებოდა. სწორედ დაკვალიანება მოხდება კონკრეტული პაციენტებისა და მათი მკურნალობის. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივანი დედაქალაქის მერი კახა-კალაძე ევროპის სახალხო პარტიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას. როგორც კახა-კალაძემ განაცხადა, რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპულ მომავალს მტრობენ. ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანაიზო იყო. დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად არ მივეცით შესაძლებლობა ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებინათ. ასევე თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, სადაც ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის რეგულარული ფრენების განახლებას ეხმაურებიან. მათივე თქმით, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არ მქონე აეროპორტიდან საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთმა უკრაინას 150 დრონით შეუტია. აქედან 126-მა საჰაერო თავდაცვის ეფექტური მოქმედების გამო სამიზნეს ვერ მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით უკრაინელებმა 64 შაჰედისა და სხვა ტიპის დრონი ჩამოაგდეს. 62 დრონი კი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკალურად დაიკარგა. დრონებით შეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. თავდასხმის შედეგად დაზარალდა დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს ოლქები. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით ქალაქზე რუსული დრონებით მასიური შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ვეტერანების დღეს, რომელიც 11 ნოემბერს აღინიშნება, პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაერქმევა. ევროპის გამარჯვების დღეს კი, რომელიც 8 მაისს აღინიშნება, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. ტრამპის სოციალურ ქსელში წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა გაცილებით მეტი გააკეთა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ჩვენთან ახლოსაც არავინ იყო ძალით, სიმამაცით ან სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ არასდროს არაფერს ვზეიმობთ. ეს იმიტომ ხდება, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ კვლავ დავიწყებთ ჩვენი გამარჯვების აღნიშვნას, წერს ტრამპი. პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება. უკრაინას კი არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი სამხედრო გზით ვერ გადაწყდება. ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი, რომელიც ჯო ბაიდენის დროს დაიწყო. ის 3 წლის განმავლობაში გრძელდება. მათ არანაირი ძალისხმევა არ გაუწევიათ მის დასასრულებლად. ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. არსებითად პუტინს არ შეუძლია მთელი უკრაინის აღება. უკრაინას არ შეუძლია რუსების იმ მდგომარეობამდე დაბრუნება, სადაც ისინი 2014 წელს იყვნენ, აღნიშნა რუბიო. მისი მტკიცებით ერთადერთი ლიდერი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპია. ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეს შეუტია. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მისი თქმით, ისრაელი დრუზების თემის წევრებს დაიცავს. ისრაელმა გუშინ ღამით დამასკოში პრეზიდენტის სასახლის მახლობლად დარტყმა განახორციელა. არ დავუშვებთ სირიის ძალების განლაგებას დამასკოს სამხრეთით ან დრუზების თემისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას, აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით დარტყმა დამასკოში აჰმედ ჰუსეინ ალ-შაარას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ. სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.